ძალიან დიდ ბოდის მოგიხდით. შევარდნაძის სული საიქიოდანაც არ გვასვენებს, არ იცვენებს. აი ახლა მისმა სიძებატონმა ჯოხტაბერიძე მაქტიკომის მფლობელმა გვაცნობა რომ ამოვიწურა თქვენი ლიმიტიო და გაგვითიშა ის მაქტის მობილური და ინტერნეტი როგორც ხდება ხოლმე. არა და ადრე როცა ვყიდულობდით თქვათ 15 ლარად მეგაბაიტებს მთელი თვე მყოფნე და ეხლა თვეში 3ჯერ უნდა ვიყიდო, ანუ მინიმუმ გაორმაგდა გადასახადები აი იმ ელემენტარული კომუნიკაციისთვის, რომელიც დღეს მთელი სოფლიოსა და მათ შორის ჯუნგლებისთვის ჩვეულებრივი და იაფასიანი მოვლენა გახდა და მთლად სასწაულია არაერთხელ მithქოს, რომ საქართველოს გავლით იღებს აზერბაიჯანი და სომხეთი მათ შორის ოპტიკურ ბოჭკოვან ინტერნეტს, იქ არის ბევრად იაფი მისი სარგებლობა, ვიდრე აი ამ ქვეყანაში, საიდანაც ამერიკაკავშირის ინტერნეტი იღებს სათავეს, ხო? გაგვითიშა მოკლედ მაგთიმ და ახლა გადავრთე ოფისის ინტერნეტზე, ასე რომ ბოდის მოგიხდით, იმედი აუდიტორია არ დაგვეშალა. ხო, მესამე ეს იყო საბიუჯეტო დაფინანსება, რომელსაც სულ გვაყვედრიდნენ მოკლედ ეს ავენიანი, შხამენიანი ადამიანები და 4 წლის წინ ეს წაგვართვა ბიძინა ივანიშვილმა, რადგან პარლამენტში არ შევედით, ვერ შეგვათრია, ვერ შეგვიყვანა სხვა პარტიებივით, შარმიშელო ჩამოიყვანა და ეგ დიდი ჩალიჩმალიჩი მიდიოდა და ქვეყნის ისტორია გამრუდდა ამით, დავრჩით ჩვენს სიტყვაზე, ჩვენს დაპირებაზე, ჩვენს პრინციპზე, როგორც ეს ხდებოდა ხოლმე ისტორიის ყველა მონაკვეთზე და რა თქმა უნდა დავზარალდით, რა თქმა უნდა დაფინანსება, რომელიც მოპოვებული ჰქონდა კანონიერი გზით არჩევნების შედეგების მიხედვით, როგორც ეს სოფლიოში აღიარებული, ჩამოგვართვეს, სპეციალური კანონი მიიღეს და რახან მე არ შევედი პარლამენტში, ჩემი 400,000 ხელფასიც მთელი აი ამ 4 წლის განმავლობაში დაუტოვე იქ. ეხლა 400,000 გადააქციეს 1,5 მილიონად, როდესაც გაზარდეს 1500-მდე თვეში ხელფასები. ნუ აი ესეა ეს ქვეყანა კიდევ კარგად უძლებს მოკლედ. ხო. შესაბამისად დარჩა ლეიბორისტული პარტია ასე ცივ ქვაზე. ვიღარ ეძებდა სპეცსამსახური, უცხოური, შინაური, სახელმწიფო ორგანო, ბოროტი თვალი, ბოროტი ხელი, ვერაფერი ვერ იპოვეს. შალვა ნათელაშვილის მოპარული, ნაჩალიჩევი, ტენდერი მოგებული, კრედიტი შეჭმული, სახელმწიფო ქონება მითვისებული, ბიზნესი გახსნილი თუნდაც ხვის სახელზე, ვერაფერი ვერ იპოვეს, ვერაფერი. იმიტომ რომ არ არსებობს ფიზიკურად ასეთი რამ. შალვა ნათელაშვილი რითაც მოვიდა 30 წლის წინ კორპუსში ბინა სახლი ბაზალით სადაც გაიზარდა და ერთი მანქანა იმით არის, თუმცა ამ ბოლო თვეებია მანქანაც აღარ აქვს, ფეხი დავდივარ. ხო, ამის მიუხედავად მილიონერის დამარქვეს, ამის მიუხედავად, რა ვიცი, დამაბრალეს ბინები ნიუ-იორკში და მაშინ რა ქვია, ვენაში, ბარსელონაში და სადღა აღარ, ის კი არა ვიღაცას გაუხსნია თბილისში ბელა ეგეთი საკონდიტრო და მის სოს ბელა ქვია და მათიაო, ესე გაუხსელებიათ. ნუ რაზე შეიძლება ისაუბრო? და შესაბამისად აი ასე ვიბრძვით შიშველი ხელებით. და ეს განცხადებას გუში რომელიც გამოაქვეყნეთ და დაიდო მათ შორის იმ ემიგრანტთა გვერდებზე, იმაზე კი არ იყო გათვლილი, რომ ჩვენ მე მჯერა პირადად იმ სისულელეს, რომ ვიღაც დაგვაფინანსებს და თუნდაც 1 ლარს შემოგწირავს. ემიგრანტიც და აქ მაცხოვრებელიც ბოზებში წავა, ბარდელში წავა, რესტორანში თავდაყირად ადგება, რაღაც კაზინოში და ტოტალიზატორში ჩასდებს ფულს, რაღაც უზნეობაში დახარჯავს თუნდაც სწორად ნაშოვნ ფულს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიას გვერდში არ დაუდგება და არ დაეხმარება. და ამ დროს შემგან ითხოვენ ხელისუფლებების შეცვლას, თავგანწირვის მაგალითების ჩვენებას, ასკეტიზმის, ასე ვთქვათ, უწყვეტ განხორციელებას, იდეებისადმი ერთგულებას, სიტყვის სრულად შესრულებას, უკან არ დახევას, ბარიკადებზე წინ დგომას. მაკონტროლებენ, რომ სადმე ფინანსი არ ვიშოვო, სადმე რესურსი არ ვნახო, სადმე სპონსორი არ ჩავწერო სიაში, რომ ისევ არჩევნებს მოახმარო.
სადმე რამე არ ვიხეირო, ამას აკონტროლებენ. და ამ საზოგადოებიდან ჩვენ რამეს მივიღებთ? უმადური საზოგადოებიდან. მოდი პირდაპირ ვთქვათ. ჩვენს ქვეყანაში 30%-ამდეა ღირსეული ნაწილი ადამიანების, ვინც ისახურებს ღირს, დამოუკიდებლობას, სიყვარულს, სიკეთეს, ბედნიერებას, წინსვლას, თავისი შეგნებით, თავისი პატრიოტიზმით, თავისი შემართებით, უანგარობით გვერდში 30%-ამდე მაქსიმუმ. 70% ფსიქოლოგიური ნაგავია. სანამ ამას დავმალოთ, მანამდე გვეყოლება ჩვენ აი ეს მთავრობები. ივანიშვილი რო არსებობს, ივანიშვილის ბრალი არ არის. აი 70% უბრალესობის ბრალია, რომელმაც მოატრია ივანიშვილი. და თქვენ რა გონიათ? უმრავლესობას რო არ შეუძლია არჩევნის გაკეთება, სწორი არჩევნის გაკეთება, სიკეთეს და ბოროტებას რო ერჩევს ერთმანეთისგან, სინათლეს და სიბნელე რო ერევა და თვალი უჭრელდება ამის შედეგად. ბოროტება რო არ სცილდებათ, ისინი რამე სწორ არჩევანს გააკეთებენ, რამე შედეგს დაძლებენ, რამე წინსვლას გამოიწვევს მათი შემოქმედება ბრჭყალებში. და ისინი რა აფინანსებენ იმას ოპოზიციურ ლეიბორისტულ პარტიას და თქვენ გჯერათ რომ ამის იმედი მქონდა განცხადებას რომ დებდი. არა, უბრალოდ შევახსენე აი უმადურ 70%-ს, აი ფსიქო ნაგავს შევახსენე მათ გამო რა დღეში ვართ ჩვენ. ამოვიკნავლეთ ასე რომ ვთქვათ. წამოვიდა ლანძღვაგინების კორიან. მათხოვრებო. დაფინანსება მოგინდათ. ჩვენ აქ უნდა მოხუცების დასმელი ვრეცხოთ და თქვენ ფული უნდა გირიცხოთ. აბა ჯანდაბა უნდა ქნა. რა თქმა უნდა გადმორიცხოთ. სხვა შემთხვევაში აქ რო ჩამოხვალთ, მასპინძლად დაგხვდებათ პუტინი, ეძინაერასია, ჰამასი, ჰეზბოლა, ირანი და არაბი და ქართულად არც დაგელაპარაკებათ. ეჩხორგებარებათ ჩვენ რო არ ვიყოთ აქ, ეს ამბები უფრო დაჩქარდებოდა. უფრო მალე მოხდებოდა. აუცილებლად მოხდება თუ ასე გააგრძელებთ თქვენ ხელის კვრას იმაზე, ვინც თქვენთვის თავგანწირულია. ვინც თქვენთვის თავდადებულია, ვინც თქვენთვის პირადი ინტერესების დამთმობია, რისკის გამწევია. და თუ აირჩევთ თქვენ და გაყვებით იმათ, ვისაც აქვს ფული. საქართველოში როგორ არის? აი რაც მე ჩამოგითვალეთ, პარტიების შექმნის პრინციპი, შემოწირულობა, საბიუჯეტო დაფინანსება, საწევროები. ამით კი არ იქნება პარტიები. არაფერი. უბრალოდ კაცი მოიპარავს, კაცი პირობით დიდ ფულს შექმნის და არეგისტრირებს პარტიას, გახსნის ტელევიზიას. 70% ბიომასა, ბიონაგავი, გაყვება ხრიალით იქით. ყველა გვეშველა, გავბედნიერდით. მეცაც გეტყვით, შემოწირულობა, რო დასჭირდება აი ასეთ ოლიგარქიულ ყაჩაღურ პარტიას და ლიდერს, მილიარდერს. თუ მოიტყუა, რომ აი მიჭირს ხალხო არიქა, დამეხმარეთ. რიგი დგება მე არ დამავიწყდება 2012 წელს სააკაშვილმა დააჯარიმა ივანიშვილი არჩევნებამდე ხდებოდა ეგ ამბავი და დავეხმაროთო ხალხო და სოლოლაკში თბილისის რამდენიმე პუნქტში რიგი იდგა ხალხის ივანიშვილს წირავდნენ. ივანიშვილს წირავდნენ 1 ლარს, 5 ლარს, 100 ლარს, 50 ლარს. და ჩემი განცხადება გაიკვირდა თქვენ რა ადამიანებო თქვენ. ჩემი განცხადება პარტიის განცხადება, რომელიც შემოგეწირათ თქვენ ბიომასას, ბიონაგავს. ხელობაში მაქვს 70%, 30 არა. და თქვენ ხელში არაფერი არ გამოვა. თქვენ გონიათ მე მჯერა, როცა ამათ მოვიცილებ და აუცილებლად უნდა მოხდეს ეს. სხვა შემთხვევაში ამ ქვეყანას საერთოდ არაფერი მომავალი არ აქვს. თქვენ გამოსწორდებით და თქვენ გამოვარდები და მე მომცემთ ხმას, ლეიბორისტულ პარტიას საერთოდ თქვენ გონიათ მე ამის მჯერა? ამ ილუზიების ტყვეობაში ვარ ისევ როგორც ადრე ვიყავი რაღაცა რომ მეგონეთ თქვენ აი სუფრაზე მიღებული შტაბეჭილებით კაცები და ქალები და ადამიანები რომ მეგონეთ ეს რა წავიკითხე ამ ემიგრანტთა გვერდებზე განსაკუთრებით მე მეგონა ემიგრაციაში ვინც წავიდა ის მაინც განიწმინდა და რაღაცა დაეწმინდა გონება და რაღაცა ადამიანს დაემსგავსა წარმოუდგენელი ბოროტება ან მიშვებულია უშიშროების აგენტურა ამ ემიგრანტთა გვერდებზე სპეციალურად წერენ იმ სიბინძურებს ოპოზიციაზე და ჩვენზე კონკრეტულად რომ სხვები დაატერორონ და არ გაებედინონ რამე კარგის დაწერა ან თუ მართლა ამას ემიგრანტები წერთ ვინც მათხართ აი მართლა ასეთ ემიგრანტს არ უნდა იღისოს აქ ჩამოსვლა საერთო ჯამში ბიზნესი და კოცი ემიგრანტები რომლებიც ცხოვრობენ ევროპის ამერიკის ისრაელის ბიუჯეტზე და თან ამათ სასარგებლო პოსტებს აქვეყნებენ და პუტინს აქებენ და რა ვიცი იმას
გმობენ უკრაინელ ხალხს, უნდა გამოძევდნენ ევროპიდანაც, ამერიკიდანაც, ისრაელიდანაც უნდა გამოძევდნენ ოფიციალურად. და აი ხუნდა ამოხდეს სულ ივანიშვილის კონცლაგერში. აი ხუნდა ეყარონ აი აქ. მე ნახავენ ერთი ვინ უნდა აქონდა, როგორ უნდა იყოს მათი გონება მოტრიალებული. ჩემი გაუკვირდა, მათხოვა რომ გუშინ სახში მივედი და მთელი მიტინგი მომიწყვეს რომ რა არის ახლა მათხოვარს გვეძახიან. მათხოვარი ვარ, რა თქმა უნდა, უთამოყარავა რომ ჩემი წინვალე ბიოგრაფია, ჩემი წინვალე კარიერა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტიტუციის ავტორი, პარლამენტის წევრი უცვლელი, ბიუროს წევრი, კოლეგიის წევრი, სოფლიო იურისტთა ასოციაციის ის რა ქვია, წევრი, სოფლიო საერთაშორისო სამართლის ასოციაციის წევრი. აი ამ 70% ბიომასას შევწირე ჩემი ბიოგრაფია და ჩემი ბრწყინვალე კარიერა, ჩემი პირადი ინტერესები, ჩემი ოჯახური ინტერესები, ოჯახში ყველა უმუშევარი მყავს იმის გამო, რომ არც ერთმა რეჟიმმა არ გააჭაჭანა სამსახურში ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი, ჩემი და მუშაობდა პროკურატურის კანცელარიაში და ადეიშვილი რომ მივიდა ის ბრუციანი, ისიც კი გამოაგდო იქიდან კანცელარიაში რაღაცა რეგისტრაციაში და სხვა არავის არ უმუშავია ჩემი ოჯახის წევრებს 30 წელია. და ეს გავაკეთე იმ 70% ბიომასის, ბიონაგავის გამო, რომელიც დღეს ბლანცღავს და მამუნათებს, რატო ვთხოვლობ შემოწირულობას იმისათვის, რომ პარტია მიახსებოს, იმისათვის, რომ მათ საქმე გაკეთდეს, იმისათვის, რომ მათმა შვილებმა ღირსეულ საქართველოში იცხოვრონ. იმედია მათ შვილები უკეთესები იქნებიან და არა ასეთი ნაგვები. მოდი პირდაპირ თქვა, ჩვენ არ შეგვიძლია არჩევანის გაკეთება, ხალხო. ისეთ რაღაცაზე ვგმობთ პარტიას თუ პოლიტიკოს, რაზეც უნდა ტასში დაუკრა. არ შეეკრა. არ მივიდა ივანიშვილს არ შეეკრა, ზოგიერთი პარტია სავიდა, არ ჩაუჯდა წილში და არ შეუთანხმდა რომ მოდი ოპოზიცია ვიქნები და როცა საჭირო იქნება გორჩი დაგიდგება სხვა შემთხვევაში გაკრიტიკება. რაც გაკეთა გვარამია, გილაურმა, რაც გაკეთა გირჩმა, მორფინისტების პარტიამ და სხვა პარტიები რასაც აკეთებენ. რას აკეთებს ხაზარაძე იგივე. შეგვიძლია გაიკვეთებინა ივანიშვილი ჩემი მეზობელია, კარის ერთად ვართ გაზრდილები. ეხლა ესენი მაჯობებდნენ მე იქ საერთო ერის გამონახვაში და მივარდნაში და ამ გარიგების დადებაში. ესენი ეს ვაჭრები მაჯობებდნენ მე, რომ გადამებიჯებინე ჩემი ნამუსისათვის, რა. და ეს არ უნდა დავაფასოთ ჩვენ. არ უნდა დავაფასოთ. აგერ სააკაშვილი, აბა ვერ ვიცილებდი ოფისიდან რომ მოვიდა პრეზიდენტად, ვითანამშრომლოთ იყავი ოპოზიცია და მე ხელისუფლება ვიქნები და სხვა არავინ არ მოვიშვა და გადმოუარეზე და ფაქტობრივად მივანგრიე. მე დავამხე სააკაშვილი, საერთაშორისო ორგანიზაციას მათ შორის. აბა ეს დაუნლოდი დიქტატორი დამცინია ვაშინგტონში მოწყობილ მიტინგებს ის სააკაშვილის წინამდე იყო მოწყობილი ყველაფერი. და მე ზამზარულზე მოვიდა ივანიშვილი, მოვიდა იმიტომ რომ მე არ მქონდა ფული, ვერ ვიყიდე ის 70% ბიომასა და ამის ფულებმა გამოიწვია მიზიდულობის ეფექტი და გაყვნენ და აგერ გაითხარეს ერთ ადგილას ისეთი რამ, რომლის გამოღებასაც დღეს მთელი სოფლიო ცდილობს უკანალიდან. ვერ გამოგვაქვს კიდევ. მთელი ამერიკა და მთელი ევროპა არის ჩაჭიდებული რომ გამოაძროს როგორმე ქვეყანა იმ უკანალიდან სადაც აი ამ 70% ბიონაგავის გამო მოხვდით. რა ჩავიდინე ეგეთი შემოწირულობა ვითხოვე, მოიპარე რამე, ვინმეს მიუვარდი, ვინმესთან რამე გარიგებაში შევედი, მოსკოვში ჩავედი, იქ კრემლის წარმომადგენლებს შევხვდი და შემეძლია ახლაც გავაკეთო. სად იყო სააკაშვილი ბაღში დადიოდა მე რომ მოსკოვის უმაღლეს ელიტაში ვტრიალებდი. ჩავიდე და უთხრე რომ მოდით ახლა მე თან ავტორიტეტი მაქვს სიტყვიერად დაგმოვდათ ვითანამშრომლო და ინტერესებს დაიკმაყოფილებ და გამოუშვით ფული და წამოვა მილიარდები. ვიყიდი მე ამ 70% ბიომასას მე რომ აგინებს. ასე ურცხვა და ასე უსინდისოდ. აქვს ყველაფერს საზღვარი კაცო. არ მინდა არც ეგეთი თანამდებობა, არც ეგეთი არჩევანი, არც ეგეთი თქვენი ხმა, ეს შმაკს საუღიებ 70% მიმართავ. თქვენი არაფერი არ მინდა. რაიმე სიბინძურებს თუ დამაბრალებთ. აი ახლა გუშინ ბრიუსა ესპანეთის გამოყოფა რომ უნდათ ბარსელონა ხო ბარსელონის ქართველები აქვს ჯგუფი შექმნილი და იქ წერენ რომ ბარსელონაში ბინაა გაყიდა და იმით შეინახე პარტია სინთისი აქ ამის დამწერს ვენიდან ვიღაც ქალბატონი გოგონა შეხედავს სურათზე ნორმალურია შევედი და ვენაში რო გაქვს ბინა ის გაყიდა და იმით შეინახე პარტია ამერიკიდან წერს ვიღაცა ემიგრაციული ჯგუფიდან ნიუ-იორკში რო გაქვს ბინა ის გაყიდა და იმით შეინახე პარტია სინთისი ღმერთს არ ეკლესიაში არ შედიხარ შეიძლება მე რომ ბინები მქონდეს იმ პირობებში როდესაც სახში ხანდახან ყვების პრობლემაა რა დევნის პირობებშიც მე ვცხოვრობ სამი მთავრობის გადამკიდე და ვიმეორებ დავთმე ის დიდი თანამდებობები ქუჩიდან კი არ მოსულა ირაკლი წერეთელივით არ მომცირებ ირაკლის
გერმოსულა მაღალი თანამდებობები მეკავა მე ისეთი თანამდებობები სადაც ახლოს ვერ მოეყარებოდა ეს დღევანდელი ელიტა და აი ეს დღევანდელი ეს გაფურჩხული კომპოსტურები დავწმე ყველაფერი როცა დავინახე რომ ძალაუფლებას ქვეყანაში ხელში იგდებდა ოლიგარქია წითელი დირექტორია და ხალხი რჩებოდა როგორც სტატისტიკური მოვლენა გამოსაყენებელი მოსატყუებელი გადასაგდები და გასაზარდში აი მასე არ წავედი ვახეთ ეს რებსერ რაგე ისრაელის გვერდზე ისრაელიდან ესენი ყველა გამოსაყრელია და მე მივწერე ჩემს მეგობარ იცხაკ რაბინს პრეზიდენტ ისრაელისას ლებრუსული პარტიის ლიდერი იყო რომ ეს ხალხი გამოყარონ იქედან აი იმ სიბინძურის გამო რასაც თუნდაც კადრულობენ ჩვენს მიმართ აი წარმოუდგენელი წავიკითხე აი იმ ჩემი პოსტი დაუგდიათ იმ ქართველი ისრაელელი ემიგრანტების გვერდზე თუ შესაძლოა თავის შეგეზიზღება უკვე ხანდახან უცბად დაიჯერებ რომ ეს სწორი შეიძლება იყოს რასაც გიწერენ სად არის ეს ხო აგერ ბარსელონა ნახეთ ჩვენ ბარსელონაში ეგეთი გვერდი გავუკეთებიათ და გადმოღრილია ასპითა შხამი პირდაპირ ამ სიტყვის სრული გაგებით ასეთები არ უნდა დაბრუნდნენ არ გჭირდება ასეთები ჯობე იქ ეყარონ თუმცა ესაც აქტუალურია რომ ეგენ უნდა გამოიყარონ იქიდან და აქ უნდა მოხდეს სული ფულის მაგივრად სხვა რამე რომ შემოგთავაზოთ არ გინდათ ბეთქილ ბუბა ვინ არის ბეთქილ ბუბა რა უნდა შემოგთავაზო შეიდიოტო სხვა რამე თავში ტვინი რო არ გიდევს შე რა უნდა შემოგთავაზო ნანა ჯაფარიძე ევროპისგან ვერ იღებთ ფულებს თქვენ და თქვენი ერთგულება გაქრა ელაპარაკე ახლა ამას ერთადერთი პოლიტიკოსი და პარტია ვართ საქართველოში ისე დაიშალა იუსაიდი ამერიკაში რომ 1 ცენტი გრანტი არ აგვიღია არც ამერიკისგან არც ევროპისგან ეგაც იმიტომ გავაკეთეთ რომ არ დაევალებინათ მე მხარდაჭერა ერთსქესიანი ქორწინებებისა და ის რაც გაღიზიანებთ უმრავლესობას და ეგეთ რაღაცები არ დაევალებინათ და არ ყოფილიყავით მოვალე ვინმესი ჩვენ ვერ ავიღებდით დაფინანსებას ხაზარაძისგან, გილაურისგან, ივანიშვილისგან, შევარდნაძისგან, სააკაშვილისგან, სააკაშვილი აგერმედგა ის რა ქვია, გითხარით, დღეს ჩვენი გამოუტანეს, რა თქმა უნდა, კრემლშია დაწერილი, რა თქმა უნდა, მარაზმეა ეს ყველაფერი, მაგრამ ობიექტურობის გამო ვამბობ, რომ იმისათვის, რომ თქვენი მსახურება ყოფილიყო უმაღლეს პარამეტრებში, ჩვენგან არავისგან არაფერი არ აგვიღია. არავისგან არაფერი არ აგვიღია, ეხლა ნანობ. იქნებ აი როცა ნაწილდებოდა ეს ქონება და როცა მათხოვრებმა ჩაიგდეს ხელში ივანიშვილმა, გილაურებმა, ხაზარაძეებმა, მამაცაშვილებმა, კალაძეებმა, ქონება, მიწები, უმაღლეს თანამდებობები მეკავა. ამეღო, გამეფორმებინა, დამეგდო, ეხლა გავყიდიდი, ქვეყნის საქმეს გავაკეთებდი და არც აი მათხოვრების, სულიერი მათხოვრების სალანძღავი გავხდებოდი. ნახეთ. მარია ახვლედიანი, როგორც მამა ჩემი იყო და წადი შენი, მარია ახვლედიანი. ეს თუ ისრაელია, კინწისყრის გამოსაგდებიან. ნანი მუშხუდიანი მიაკითხე შოთო სიხარულიძეს ვინ არის შენ მიაკითხე და თუ გინდა ლოგიშით ჩაუწეკი ვიღაცა ნაძირავა ფატიმა ციფურია აქ რომ გვიჭირდა ემიგრანტებს ვინმეს ადარდებოდეს მე და ახლა უჭირს ბევრს ძვირფასო ფატიმა იმიტომ გიჭირდა რომ თავში გიჭირთ აქვე გიჭირდა თავში და თქვენი არჩეულია ყველა ეს ხელისუფლება რომელმაც გაგაძევათ აქედან და ეხლა მანდრო მოსკოვ და მე რომ აგინებთ გაგაძევათ ან შევარდნაძემან, სააკაშვილმა ან ივანიშვილმა და განცვიფრებული ვარ დღეს ემიგრაციაში რომ ხდებიან ნაცები და ხდებიან კოცები. აი თქვენ პატრონს უბედურს რა. საკუთარი წვალებელი რო გიყვართ, მელას თავის ყუდი თავის მაყჩობელო უყვარდაო და სტოკჰოლმის სინდრომი ტერორისტი რო შეუყვარდა. ძევლო დაყოლებს აი გჭირთ თქვენ უბედურებო თქვენ. აი ნახეთ კიდე რებსერენ. მარია გოგი არ ვიცი ეს შეიძლება უშურების აგენტიც არის შესულა ისრაელის საიტზე ბატონო შალვა მე შევქმნი მასე ოპოზიციურ პარტიას მეტი არაა ჩემტერი შენ ესეთი ოპოზიციურ პარტიას შექმნა ვინმე შექმნას 30 წლიანი ეკლიანი გზა უნდა ამას იდიოტყა შენ არც განათლება მაკლია ქართული პლუს ევროპული გაეთყობა გადმოდის განათლება არ შემართება ხო პირდაპირ ის რა ქვია შემირცხვენა მაეწყნეთელი არც სამშობლო სიყვარული აფქო პირდაპირ უბრალოდ ფინანსები მაქვს პრობლემა. ფინანსები არა, ტვინი და ზნეობა გაქვს პრობლემა. ნუ დაგვიკარგავთ თქვენს მიმართ პატივისცემას სივილურ საზოგადოებას გთხოვთ. რატომ უნდა დაკარგოთ პატივისცემა? ვინ მოვკალი, ვინ მესამე წავართვი, ბიუჯეტი მივითვისე, სიტყვა გავტეხე, გიღალატეთ ან შინაურან გარეშე ერთთან. რატომ უნდა დაკარგოთ პატივისცემა? შემოწირულობა გთხოვეთ. თქვენი პარტიისათვის, ოპოზიციისთვის და მომავლისთვის. და არა ჩემი ხელფასი, ჩემი ბიზნესი ან ოჯახში სპალნა ანტიკვარიატის ყიდვის მიზნით.
რატომ უნდა დაკარგოს პატივისცემა? ტრამპი რო იწევდა სტადიონზე შეხვედრებზე ხალხს ბილეთებს ყიდიდა, აი ახლაც მილიარდერი ტრამპი. არის ცდეთ ამბავი თქვენ? და პრეზიდენტ დარჩევის შემდეგ ვინც მიიწვია იმ ცეკვის ბალის საღამოზე 25,000-დან იწყებოდა ბილეთების ფასი, ეს ტრამპის ოფიციალურად ნებადართულია შემოწირულობა, მათ შორის მილიარდერი ტრამპისთვისაც კი. და გაფხეკილი შალვა ნათელაშვილისთვის, რომელსაც ამ ხალხის სამსახურში არაფერი არ შეერჩა თავისი პირადი, იმისთვის ეს სირცხვილია და პატივისცემა უნდა დაკარგოთ, ვაი თქვენს პატრონს. წადი შენს დედას, ვახო ნიკოლაიშვილი. ახლა ფულს ითხოვს ეს მათ ხო არის, ნახე რა. ეს ნიკოლაიშვილი არის ცემატყებით გამოსაგდები ისრაელიდან თუ იქ არის. და მე ამ სიას გავაგზავნე აუცილებლად ამ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებში. აუცილებლად. ვალერი მაღლაკელიძე, დამთავრდა შენი ოპოზიციონერობა, ვეღარ ხვდები, გადაგიარეს ნაცებმა. სადერეკლეო მე რას ვითხოვ და ნაცები რა შუაში არიან და რაღაც დროს ნაცები არიან, საერთოდ ნაცები არის. ეგ არავინ აღარ იცის, მე გავაკეთე დღეს სააკაშვილის დასწავი განცხადება, ბევრად ადრე ვიდრე ნაცების ყოფილი პარტია გააკეთებდა. რა ნაცებზეა საუბარი? აღელაპარაკეთ ნახე. ნაო ბერიძე, ვაიშენს პატრონს, მართლა ვაიშენს პატრონს შეუბედური შენა. გიორგი დიმიტროვი, ალბათ ესაც უშუალობის აგენტია, იმიტომ დიმიტროვი რაღაცა ბულგარული გვარია და 4 წელი პარლამენტის წევრი იყავი, ხელფას იღებდი, მაგრამ ერთხელ არ შედგე ფეხი პარლამენტში, ვაიშენ პატრონს, 4 წელი კი არა, იდიოტო, 20 წელი ვიყავი პარლამენტის წევრი. მათ შორის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტიტუციის საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის ბიუროს წევრი, კოლეგიის წევრი, ფრაქციის თავმჯდომარე, კოალიციის თავმჯდომარე. და 20 წელი ვიღებდი ხელფას და ხელფასის აღება პოლიტიკოსისთვის კომპრი. არა ხართ ავამტყოფები ხალხო? ვინც ლაპარაკობთ იმას, რომ მე ხმებს ვყიდი? ავამტყოფები ხო ხართ? როგორ უნდა გაყიდო ხმა, აღებული ხმა, რანაირად უნდა გაყიდო? შეიძლება რაღაც კანონს მისცე ხმა, რომ შეხვალ პარლამენტში და იქ პოზიციას დაუჭირო მხარი იმაში რაღაცა უზნეობა ჩაიდინო, ის გადაწყვეტილებაში ივაჭრო. ხმა როგორ უნდა გაყიდო ხარაგაულში მიღებული ის რა ქვია, ეფროსინეს ხმა როგორ უნდა გავყიდო ხარაგაულის ქოცების კოორდინატორზე, რანაირად? აი ამას რო გაავრცელებს ხელისუფლების სპეცსამსახური და ამას ვინმე დაიჯერებს, იმ საზოგადოებას რა მომავალი აქვს? იმ 70%-ს რა მომავალი აქვს, შვილო? რა გეშველებათ როგორ მეწოდება ჩვენი ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილები, რომ თქვენთან უნდა გაიზარდონ, თქვენს ოჯახებში, თქვენი ფსიქიკით, თქვენი დარიგებით, თქვენი მაგალითით, ის ანგელოზები, აი საოცარი ახალგაზრდები ყავს, რუსთაველზე რუდგანა ნაწილი ციხეშია უკვე, ისევ ამ ახალგაზრდების იმედი მაქვს, თუმცა ძველგაზრდებიც არიან იქ იბრძვიან ბარიკადებზე დგანან, მაგრამ აი ეს საიდან მოდის ეს ამ ლამაზ ქვეყანაში ეს სიმახინჯე ხალხს, ბექაური ავთო, გეფხანება, რასაც გიყურებ შენ, ვაი შენს პატრონს ავთო ხარ და თუ მართლა ბექაური ხარ, ბებიან ყავს ბექაური და შემეზიზღა უკვე ეს გვარი. ლამის. საკუთარი თავი, სისხლი ბექაურისაა ჩემში. როცა ვხედავ აი ამ ბექაურების ბიძინისტობას და ქოცობას და ახლა დაემატა კიდევ ერთი. ვაი შენს პატრონს, ვაი, აი. ვიტალი თამაზაშვილი, არც მე მაწყენდე 1 ევრო ანგარიშზე, მაგრამ ხუმრობის დრო აქვს ამ უბედურს, იმის არ იყოს ქვევში როა კაცი და ხუმრობსო ის მილიც უფროს რო კითხულობს, ხუმრობს ის ეროსი რომ მივიდა. ელაპარაკი ახლა ხუმრობის დრო. აი, მაგალითისთვის წაიგდა, აი ამის შემდეგ რა გულით უნდა ვიბრძოლო და რა გულით უნდა მქონდეს იმედი, რომ ეს ხალხი მოვა და სწორ არჩევანს გააკეთებს, როცა ივანიშვილს მოიცილებთ. აი მე სიამოვნებით დავხურავდი ამ პარტიას და წავედოდი პოლიტიკიდან ძულს შემითავი ამ პოლიტიკაში და აი ასეთ საზოგადოებაშიც ვიზეთ საუბრობ 70% საზოგადოებაში სიამოვნებით ვიზავდი ამას მაგრამ არ მაძლევს უფლებას აი 30% ვინც ღირსია რომ დაიწვა მაგრამ მოდი ემსახურო 30% სამწუხაროდ უმცირესობაა კი ამათ ეხლა მე რო წავიდე პოლიტიკიდან ვინ დაიკავებს ჩემ ადგილს მითხარით კაი მე რო წავიდე და პარტიას გავაუქმოთ ჩემ თანამებრძოლები და მე ისე დარჩები თანამებრძოლება და მეგობრება თელი ცხოვრება პრობლემა არ არის არანაირი ხო ხედავთ ერთადერთი პარტია რომელმაც ყველა კარტელს გაუძლო და დაფინანსების გარეშე ესეთ რეპრესიებში აგრძელებს ბრძოლას და არსებობას და საქმე ბოლომდე მიიყვანა და სანქციებამდე ჩვენ მივიყვანეთ რეჟიმი სხვა შემთხვევაში თავდაყიროთ დამდგარიყავით რუსთაველზე აგერ ხო დაგვიკიდებდნენ ფეხზე აგერ ისრაელში ხოცავენ ქუჩაში ხალხს და არავის არაფერი ეკცია რა სანქციებამდე რო არ მიმეყვანა მე საქმე და 12 წელი არ მევლო ვაშინგტონში არანაირი რევოლუციები და არანაირი გამოსვლები და არაფერი არ გვიჩვენებდა ეს კაც შეგვჭებოდა აი როგორც ათაშანგი და სიფილისტის შეგვჭებოდა ივანიშვილი დაურეკავდა ეხლა
ნარიშკინი აგერ გუშინ ჰქონდა საუბარი CRU-ს დირექტორს ამერიკაში და ეთქოდა რომ იქ ჩვენი ბიჭია, მაგრამ უკრაინის ასპექტში ჩავსვათ, მოლაპარაკების ასპექტში და შევეშვათ მაგას და არ გინდათ სანქციები და არაფერი და გააბალანსებს ურთიერთობას ისე რომ არც თქვენი ინტერესი დაზარალდება, არც ჩვენი. ეჭვ ხარ გეპარებათ რომ ამას ეთქოდა. მაგრამ ეხლა ვეღარ ეთქვის ნარიშკინი. და რომ ცუთხას ის არ გააკეთებს, რადგან ისეთი ჯგუფი შევქმნით ტრამპის გარშემო. რა თქმა უნდა, თავიდანვე არ ვიცოდით, რომ ეს ხალხი გახდებოდა ტრამპის, ასე ვთქვათ, აი პირველი გალავანი. კრუზი, ულკერი სენატორი, შეერაღების კომიტეტის თავმჯდომარე 700 მილიარდი რო აქვს ხელში, მთელი სამხედრო ბიუჯეტი მსოფლიოს. ვილსონი ეს ლეგენდარული კონგრესმენი. 12 წელია მაგათთან მეგობრებო და 12 წელია ვარწმუნებთ, იმაში რომ ეს ესე უნდა მოხდეს და დღეს უკვე ტრამპი ვერ გაბედავს, ამას ძალიან რომ უნდოდეს ივანიშვილის გადარჩენას და გადაფარებას, რაც გააკეთა პირველ მოწვევაზე. ტრამპის პირველი პრეზიდენტობა ამის გადარჩენა იყო, ის პარლამენტში შეყარეს ოპოზიცია და ეს ყველაფერი ტრამპის ადმინისტრაციის დროს ხდებოდა ეს. მაგრამ აი ამ ჩვენმა ბრძოლამ, აი ამ თავდადებამ, აი ამ თავგანწირვამ მაინც გამოიწვია ეს არღის შეოხერო და მუდრეგო, აი ეგ რო ჯღაბნი რაღაცას. ერთლარად რო შესწირო პარტიას ერთილად რო შეისაგბე გაკეთდეს ისევ. მაგდენის თუ არ გესმის და თუ არ გაქვს, ენას კაბილი მაინც დააჭირე და ბოროტებას ნუ ამთხევა, ესე რომ ხელი არ ჩამაქნევინო ბრძოლას. ეხლა რომ მივატოვე ეს ქვეყანა და პოლიტიკა და ეს საქმე. ეჭვარ შეგეპაროთ ორ კვირაში პარტიები ოპოზიციური გააკეთებენ განცხადებას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, დაიწყებენ მოლაპარაკებას ივანიშვილთან, ამისათვის გამოჩნდებიან უცხოეთის პროკურორები, გაუშვებს დიდ ფულს, სანქციების პროცესი წავა უკან, არავინ არ დაასანქცირებს ამას და დარჩებათ აი უკანალში შეტენილი, აი ამ 70%-ს. ივანიშვილი, მე იმის შემდეგ მოვა უტა, მე მოვა ის ალბინოსი ბერა, ის ნარკოტიკებზე რო დაწერან მორფინისტებზე სიმღერა და ესე იქნებით უბედურები მთელი ცხოვრება, თქვენ გაჭირვებულებო თქვენ. გაჭირვებულებო თქვენ. არჩევანის უნარი რო არა გაქვთ, ეს ახლა არ მომხდარა. რამდენი არჩევნიც გააკეთეთ, იმდენჯერ წაიმტრია კისერი ქვეყანამას თქვენს და ჩვენც წაგონტროლინეთ იმ 30%-ს, რომელიც არაფერ შუაში არ ვართ. პირველივე არჩევანი დავიწყოთ, არ მინდა ახლა შორეულ ისტორიაში, განსახურდეს არჩევანი, სწორი იყო პრეზიდენტად. დაშალა კაცმა ქვეყანა, განა ეს უნდოდა, არ შეძლო მართლა. სამოქალაქო ომი დაამთავრა მოღვაწეობა. სამ ნაწილად დაიშალა ქვეყანა. სერიოზული შეცდომა. შეცდომა იმიტომ იყო, რომ თქვენ კარგად იცოდეთ, განსახურდა აღიარება მისცა საბჭოთა კავშირის კგბ-ს მოსკოვში, როგორ ეწეოდა ანტისაბჭოთა საქმიანობას და ამის გამო დააჭერია ქვეყანა დისიდენტები და გააძევეს ამერიკის საელჩოს თანამშრომლები მოსკოვიდან, ხო გახსოვთ უფროსთაობას. აღიარება გააკეთა, კაც მე გნიშნავდა, რომ არ ქონდა ნებისყოფა. ნებისყოფა და პრინციპი კრიტიკულ სიტუაციებში. და მოვიდა პრეზიდენტად თუ არა 17% აბსუებს. უმრავლესობა მისცა საპარლამენტო. ამიტომ ომი ავიცილეთ თავიდან და იმ უმრავლესობამ მიაღწია დამოუკიდებლობას რუსეთის დახმარებით და იურდულად გააკეთეს ყველაფერი ზუსტად. 17% მოსახლეობისას 50%-ზე მეტი მისცა ის რა ქვია, ხმებია. პარლამენტში. და ვიყავით უმცირესობაში და გადაწყვეტილი იყო ჩვენი ბედი. როცა იკარგებოდა აფხაზეთი, ზუსტად იმ დღეებში ჩამოვიდა, რა თქმა უნდა, რუსებმა ჩამოაგდეს სენაკის აეროპორტში. და როგორც კი დაინახა შევარდნაძე რომ გამსახურდეს სამეგრელოში, მიატოვა აფხაზეთი. რომ ის არ დამჯდარი იყო პრეზიდენტო და გამსახურდეს და შევარდნაძე შორის ბრძოლას გადაჰყვა აფხაზეთი. ჩვენ არ ვამბობთ სიმართლე, ეს ყველაფერი აი იმ შეცდომის ბრალია, რაც მისი არჩევის დროს დაუშვეს აი ზვიადისტები რო ერქვათ და მე რო გახდნენ ჯაბისტები და მე რო გახდნენ კიტოვანისტები და მე რო გახდნენ ედუარდისტები და ეს მრავალ სპინკტერიანობა, მრავალ უკანალიანობა გახდა ამ 70%-ის ასე ვთქვათ ორგანული თვისება და დღეს ოჯახიც უბედურს რა ვინ ყოლია დღეს გამოქვეყნდა კიდე მისი შვილის გიორგის დროშა რო შემოატაინა დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე შავი აურის მქონე არსება საკუთარი დედას რო არ ბევდა საკუთარი მამის საფლავს რო თხრის დღეს გამოქვეყნდა მისი ნეკროლოგი ღებრიშვილი გარდაიცვალა დედამისროს სცემდა და იჭერდა მანანაც ის გარდაცვლილა და ხარეცრემლი დასტრის მამა რუტერია ჩიგოლ შენ შემოგევლე რა კაცი იყავი მისი ის იყო სპეცრაზმელი იყო პრეზიდენტის შვილი და მან იმ ღებრიშვილმა დააქცია ზვიადიზმი აი ზნეობრივი ზვიადიზმიც კი ის არბევდა თან აღადავებდა ერთხელ მირეკავენ იმაზე რა ქვია ჩემი კურსელი იყო საგარეჯოში გურჯანში რო შედიხარ ტეკი იდგა მაშინ ავტოინსპექცია ამოწმებდა ხოლმე მანქანებს და იქ იყო უფროსი ამ
მილიციონერების თუ პოლიციელების მაშინდელი. ხო და დამირეკა ყდება სიცილიეთ, კურსელია ჩემი ის ბიჭი. რა ხდება მეუთხარი მანდ თქვენს კახეთში საინტერესო და არაფერი ვაგერო გამოვიდაო რა ქვია იქ ნათესებია იმ ტეკის უკან ყანა იყო მაშინ გაზაფხული გამოვიდაო შლიაპიანი ქალიო ყაყაჩუებიდანო და გაგვიცხადო რომ კანონი პრეზიდენტის სული ვარ გამოგაგზავნეთ ეხლა თბილისშიო ხო და მე ვიქრე ჯერ მეჩვენებაო ან გაგიჟდოვეს ქალბატონი თვითონ ვერ ვიცანი ვინ იყო და დაურეკე მე უფროსო მანდ და მითხრა რომ მანანა ნამდვილად არიფა სასწრაფოდ გამოგაგზავნეს სასწრაფოდ მანქანაზე ტაქს გამოუჭახეთო და გამოუშტო ამ ღებრიშვილი შაუყვანი ეს მანანა იქ იმ მინდორში იქ დაუტოვებია მიტინგის შემდეგ და აი ამის გამკეთებელ კაცს დღეს დასტირის კანონიერი პრეზიდენტის შვილი აი ესეთი ოჯახის ხელში იყო საქართველოს ივანიშვილი ვინ იყო 9 აპრილის დამბარბეველი ჩვენ ახალგაზრდების დამხოცავი ლებედის საარჩევნო საპრეზიდენტო შტაბის უფროსი მოსკოვში დააფინანსა მის საპრეზიდენტო კამპანია პედოფილი ლებედი 12 წლის ბავშვი გაუპატიურა ბიჭი და გადაუღეცა და იმით გააჩერეს რომ საპრეზიდენტო ამბიციები ჰქონდა კრემლში შედიოდა იმის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო და ის გაიხადეთ კერპი მე ის გაიხადეთ კერპი და რო ვიცოდე რომ პოლიტიკაში წამოვიდოდა შეუთვალე მოდი მეთქი პრემიერად აღნიშნავ 2008-ში და დღესაც იმას მაყვედრიან რომ აი შენ ეს განცხადება რომ გააკეთე გეგონება მართლა წამოვიდა და მართლა დავნიშნე პრემიერად და მართლა ის რა ქვია გაიზიარა ჩემი მოწოდება ესე იგი ერთ სულად მე რამე დავამყრავო ერთი სულია და თავის თვალში იმას ვერ ხედავენ რაღაცა იმ ნათხარს სამარცხვი ან შევარდნაძის არჩევა ერთხელ ორჯერ გამოცხადება კერპად ტიტუანის თაყვანისმცემლები არსებობდნენ ქვეყანაში და ჯაბას თაყვანისმცემლები არსებობდნენ იმდენად არის ტვინი შებრუნებული ამ 70%-ის ან ცანცარა სააკაშვილის პრეზიდენტობა შეიძლება და არ გითხარით მე 2003-ში რომ დაღუპავთ ეს კაცი და დაშლილი საქართველოს ამ ნაწილად განემიტომ რომ ეს მას უნდა არ ქონდა ის ინტელექტი და ის სიმძიმე კირაკოსიანის ფირმაში მუშაობდა ველოსიპედისტად პოსტალიონად ნიუ-იორკში და იქიდან ჩამოატყია შევარდნაძემ იმიტომ რომ ამერიკის გარკვეულ წრეებს მოსწონდა პრეზიდენტად და მოიყვანა და მოაგდო და მე სააკაშვილი მიაფინანსა ივანიშვილმა და ვარდების რევოლუცია მოგვიწვეს ფებრუარის პარტიის წინამდე იყო ის რევოლუცია მოწყობილი შევარდნაძის უთქვია კიდევაც რომ მე რაო შალომი დარდოს თორემ მე რომ მაინც მიდიოდი პენსიაშიო და აგერ მოვიდნენ ხელისუფლება ჯერ ერთი იყო ახლა მეორეა და ამათ იმას უნდა უყუროთ იმას დაიჭირს მე იმას გავუჩვენთ კატათაგობანა და ამასობაში მე უნდა გავილანძღო მე უნდა დამარქვათ რა ვიცი ღვთისმირიდან გადავარდნილი მათხოვარი იმის უფლებაც არ უნდა მქონდეს რომ სოფლიოში აღებული პრაქტიკით შემოწირულობა მოითხოვო იმ ხალხისგან ვის გამოც ვიბრძვი ჯეროდეს რომ თქვენ რამეს შემომწიროთ მე და რა ჩემთან რისი შემომწირველები ხართ სულიერი მათხოვრები პირველი ჟაკედა მოდის მაგრამ ჩაოლებრივი მათხოვრება და ანგარებიანები და უნდუები არასანდომი არასახელმწიფოებრივი არჩევანის გაკეთება არ შეგიძლიათ ამას გეუბნებით სულ არა აი ახლა ვთქვი პირველად ესე კონკრეტულად არჩევანს ვერ აკეთებ თეთრსა და შავს ვერ არჩევთ რა უნდა მოგთხოვოთ თქვენ კაცმა რა უნდა მოგთხოვოთ კაცმა ამიტომ იყო რომ დავით აღმაშენებელმა მოგვიორდება თავში ძალიან ის დიდგორი ქართველების მოგებული არ არის ყივჩაღების მოგებულია ყივჩაღები შემოიყვანა იმიტომ რომ არენდობოდა აი 70% ბიომასას რომელიც მაშინაც იყო როგორც ჩანს არენდობოდა ყივჩაღები გაიმარჯვა დიდგორში და გზად ჩაუკეტა იმ დარჩენილ ქართველებს ვინც იქ იყო რომ არ გამოქცეული იყვნენ ლაჩრულად როგორც ჩვევიათ ლერმონტოვიც ამბობდა მაგას ბეჟალი რობკი გრუზინი აბა რა იყო ეს აფხაზეთისა დავტოვეთ ერთი პარტიზანული რაზმი არ დარჩა ერთი პარტიზანული რაზმი კი გაკეთა იმ შენგელეს მეთაურები და ბოლოს ნარკოტიკების გადაზიდვით დაამთავრეს თავისი მოღვაწეობა გახსოვთ ხო აი ეგ არის მთელი ჩვენი ის ტრაბახი 30%-ს არ ეხება 70% ბიონაგავს ეხება რასაც ვამბობ და ძალიან კარგია რომ მაგათ არ უყარო და მაგათ უძულ ვარ მერტმა დაიფაროს მე მაგათ უყარდე ვიცი ვიმეორებ რომ ხმას არ მოგცემენ ეგენ და არაფერს არ გვახერხებენ კარგს სულ რომ აი ხელში შეუწვათ რაც უყართ ის რა ქვია ასატრინის მწვადები არა იმიტომ რომ უზნეოები არიან და შურთ ჩვენი ზნეობას რო ხედავენ სიმართლეს რო ხედავენ სიმტკიცეს ხედავენ პატრიოტიზმს ხედავენ სისუფთავეს ხედავენ და შურთ ბოროტებს ბოღმებს და აი აქ არის გადმოფრქვეული ყველაფერი აი აქ ამ იმებზე ეგრეთ წოდებულ საიტებზე რაი თქვენს თავს ну საბოლოო ჯამში შეიძლება დავასკვნოთ რომ ივანიშვილი რო არსებობს არის არა ივანიშვილის ბრალი ივანიშვილის არსებობა არამედ აი ამ 70% ბიომასის ბრალი
ვისთანაც გვაქვს საქმე. ეხლა ამ ჩემ გამოსვლას დაჭრიანეს შალვარამიშვილის, იმედიეს, ივანიშვილის ბოზბანდა, როგორც მე დავარქვი თავის დროზე, დაჭრიან, როგორც აწყობთ ისე გააშუქებენ TikTok-ზე, Facebook-ზე, ტელევიზიებში ყველგან, მაგრამ მე მაინც გთხოვთ, რომ მთლიანად ნახოთ ეს ჩართვა, რაც დღეს განხორციელდა, რომ შეგექმნათ თავისჯილება რამ გამოიწვია ეს. ნუ მოკლედ ვიმეორებ მსახურებას ჩვენ გავაგრძელებთ, მე გავაგრძელებ ამ ქვეყნის მათ შორის იმ უმადური ბიომასისაც, რომელთა შვილები უკეთესები იქნებიან და არდაებს გავსვებიან თავის წინაპრებს და გამზდელებს და გამჩენებს მე დარწმუნებული ვარ, მაგრამ ნუ ძალიან გულგატეხილა და ძალიან უიმედოთ, მომავლის იმედით, მხოლოდ ჩვენთვის არაფერი აღარ იქნება, მე დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ ეს კატეგორია, ნუ თავის ბოროტების პარამეტრს ვერ უღალატებს და შეეცდება რომ ბოროტების გესლის ოკეანეში ჩაახშოს ყოველგვარი წმინდა თუ კი რამე არსებობს და ყოველგვარი სინათლე და ყოველგვარი სისუფთავე და ამ ფონზე პოლიტიკაში ყველაზე მეტად ჩვენ ვეჩხირებით თვალში როგორც შანსს. ნუ საერთოდ სხვა რა შემიძლია ვთქვა. აი ხშირად ვფიქრობ, აი მე რატო ვარ ვალდებული, ახლა რომ დავიბადე ქართულად საქართველოში, დანაშაული ეს? მე ვარ მარტო ვალდებული ვემსახურო, მას რა ქვია, ქვეყანას პოლიტიკურ ასპექტში ვარ. და სხვები არ არიან ვალდებულები და სხვებთან იმ მოთხოვნების ნახევარი მაინც არ უნდა გქონდეთ, რაც ჩემთან გაქვთ. თანაც ვიმეორებ, როცა ითხოვთ ჩვენგან ასკეტობას, მონაზვნობას და ერთი არ უნდა შემეშალოს გაცინება და დაუნვე დიქტეიტე უნდა ვთქვა შექსპირის ენაზე, ძალიან სწორად, ამაზეც ჰაჰაჰიჰი ამ დროს გონბაჩუნგები ყავდათ მეთაურობა და ყავდა კალუშეთი ბუტკაში და იჯდერაო და რა იუმორი გადმოდის, რა ინტელექტი გადმოდის და აგერ დიდარაძები ყავთ, აგერ პაპაშვილები, ღარიბაშვილები ყავდათ, თამაზაშვილები და ვიღარ ყავდა და კიტოვანები ყავდათ და რა ვიცი, ჩემი გაკვი ხელი ჩამოართო გულაღას და იმას ოქროჟოს, თუმცა უნდა ქვებით გამოვხიდებულიყავი. იქ თქვათ გაბრაზდა ემოცია გამოხატა. მე არ ვიცი ახლა რასაც ტრამპი აკეთებს, სადაც ზელენსკი მუშაობდა ოფიციალურად ჯამბაზი იყო, კლოუნი იყო, ხო? მაგრამ გახდნენ პრეზიდენტები და დაუფასეს ის, რასაც ნიჭია იქ იუმორის ნიჭი და ყველა იუმორიც კი დანაშაულად ჩამითვალა 70%-მა ბიომასამ. ნაგავმა შეიძლება ითქვას. იუმორიც კი რის გამოც ვერ შევწყვიტე გამოცვლები შოუებში გვანოსთან და იმერთან, რომ კიდე არ მისცემოდათ საფუძველო, აი მასხარა, კლოუნი და სხვადასხვა. ნუ რაღაცა ხშირად ვფიქრობ, თავმოყარობაც არ მაქვს, რომ მე ამ ქვეყანაში ვრჩები და ამ ქვეყანაში ვარ. აი მათხოვარი კოცი აგენტი ემიგრანტების საყურადღებოდ. თქვენ მართლა მათხოვრებო თქვენ. მე რო ჩამოვიდე და პოლიტიკური თავისუფლება მოვითხოვა ამერიკაში და ევროპაში. იცით რა მექნება? პენტჰაუზები. ქალაქის ცენტრში და ქალაქგარეთ. დაცვა, ავტომანქანა და პერსონალური ვერტფრენი და თვითმფრინავი კიდევ. როგორც დევნილი პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერს. იცით თქვენ თუ არა? როგორ ვიცხოვრობს მე და ჩემი ოჯახი. თქვენ საერთოდ სულიერ მათხოვრებად კი არ ვირბენ. რომ მე ვწერო იქ ოპოზიციის წინამდე ისინი რა ქვია, სტატუსები და ბოღმა ვანთხიო. თქვენ პატრონს უბედურს. და საერთო ჯამში უნდა კარგად ვიცოდეთ და იცოდეთ, რომ ემიგრანტები ეხმარებიან თავის სამშობლოს ყოველთვის ყველა ეპოქაში. ამის შეშმარიტი მაგალითია თუნდაც იტალიის მაფია. მაფიოზობდნენ ჩიკაგოში, ბრუკლინში, მინესოტაში და ამ ფულს იტალიის ეკონომიკაში აბანდებდნენ და განსაკუთრებით სამხრეთ იტალიის ეკონომიკა მაფიოზებიდან გადმორიცხული ფულით არის აწყობილი, აღარ არის საუბარი, რომ ეხმარებოდნენ ოპოზიციურ პარტიებს. თქვენს პატრონს უბედურს თქვენსაც. მაფიის თავი ვინ მოგცათ? ბოროტების თავი გაქვთ მარტო. იგივე ებრაელები, თუ კი რამე შეულობენ სოფლიოში და ამერიკაში, ისრაელში მიაქვს და აბანდებენ ეკონომიკაშიც და პოლიტიკურ სისტემაშიც. ასე აკეთებს იგივე ჩინელი ემიგრანტები. ჩინეთთან უნებში მოწყობილი ერთხელი თავის სამშობლოსკენ გაშორილი, სინგაპურისკენ, მაკაოსკენ, ტაივანისკენ, თვითონ კონტინენტური ჩინეთისკენ. აბა როგორ გინდათ? ეს თქვენი სამშობლოა. არ გაანძრევთ ერთ ადგილს და არ გამოიწვით ხელს. მარტო თქვენი ოჯახები არ არის აქ თავარი. მეორე აქ მე რო ჩამოხვალ თქვენ არაბები და ისინი დაგხვდებიან ირანელები აეროპორტში. და ქართულად ვერ დაილაპარაკებთ. ეხლა ბირჟაზე რო გახვალ თბილისში უკვე ჩვენი ახალგაზრდები აღარ დგანან. ქვეყნის
ჩამოსული ესენი ბირჟაობენ. უკვე ბირჟაზე ცენტრალი გამიხდა ჩვენ ბავშვების დანახვა. ამაზე გავთხილებთ, ამაზე გეუბნებით 30 წელი რომ ვერაფერი შეგაგნებინათ, ვერაფერი ვერ გადაგებიეთ. თუმცა ახლა მე რა უნდა ვთქვა იმაზე მეტი რაც ილიამ გითხრათ იმ ბედნიერი ერის საოცარ ლექსში. იმის ნახევარიც ვერ გითხარით, ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმეერი, ძიმე ყალნით, ლამაზ ფალნით, მორთული და მშვენიერი, უწყინარი, უჩივარი, ქედ დრეკელი მადლიერი, უშფოთველი ქვემძრომელი, რიგიანი წესიერი, ყოვლად მთმენი ვიჯორთ ცხენი, ნახედნი და ღონიერი, ილიამ გითხრათ ეგ. ჩვენისთანა ბედნიერი არის სადმე ყველა უნჯი, ყველა მუნჯი, გულჩვილი და მობიერი, თვალავმული, თავაკრული, პირს ლაგამი ზომიერი, ყველა ყრუი, ყველა ცრუი, თქვა დამჯდარი, გულხმიერი, ცირე, დიდი, ყველა ფლიდი, ცუღულტი და მანკიერი. ილიას ნათქვამი ეს, მე არ დავუმბრალოთ. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმეერი, მტვერ წაყრილი, თავ დახრილი, ყოვლად უქმი უდიერი, უზღუდონი გზამრუდონი არ გამტანი და წპიერი, არ მცნობი, მოყრის მგმობი, აგეთ, ჩემი მაგალითი. გარეთ მხდალი შინ ძლიერი, არის მქონე, არის მწოდნე, უზრუნველი და მშიერი. ჩვენისთანა ბედნიერი არის, კიდევ არის სადმეერი. ანუ რაც ილიამ დაგვიწერა მე-19 საუკუნეში, იმის 30% სიმართლეც ვერ გითხარით. ამის თქმასაც 30 წელი ვერ ვისკავდი და არ ვისკავდი, ფიქრობდი რაღაცა გამოვიდოდა თქვენგან, მაგრამ აი ახლა დარწმუნებული ვარ, არაფერი თქვენგან არ გამოვა. მე ვწოდება ის 30% ოქროს ფონდი აგერ რუსთაველზეც დგას და რომც არ დგას, მაგრამ მათი გული იქ არის და სამშობლოსათვის რომ სამხრად არიან ანთებულები, მაგრამ უმცირესობა ვართ. მე ვფიქრობ არ გამოვა არაფერი. კი, ივანიშვილს საავადმყოფოებრივ კისერს მოაქცევს სანქციებში ამის რეჟიმს დავამთავრებ, ამის ძალას ღმერთი მომცემს, მოგცემს. მაგრამ კიდევ არჩევანი გაკეთდება არანაკლებ უარესი. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და რა თქმა უნდა, ისევ ჩემი ჯავრი ექნებათ, ისევ ჩემი შური ექნება და ჩემი პრობლემა შეაწუხებთ აი ამ სატანას მონათლულ შავ მასას, რომელსაც არ უყვარვარ ბუნებრივი ამბების გამო, რომ ჩვენ ზნეობამდე ვერ მოვლენ და ვერ მოგვახლოვდებიან და ამის გამო, რა თქმა უნდა, იბოღმებიან. აი ეს მინდოდა მეთქვა და კიდე კარგი რომ ამ განცხადებამ გუშინდელმა შემოწირულობების თაობაზე მომცა ამის თქმის საშუალება. ღმერთიდან მოდის ყველაფერი და ალბათ ასე უნდა და გამჩენს რომ ესე მომხდარიყო. არაფერი არ მჭირდება თქვენ. მათხოვრების გასაგონად ვამბობ. უკან შეიკვეხეთ ყველაფერი, რამე გაგვდა ღმერთმა მოგცე და ზნეობაში გამოგვაყენებიოთ. წადით საბარდელოში, წადით რესტორანში, გასკდით ყალბის ხალხგრძელობით თქვით, 5 ბინას კიდე დაამატეთ 1-2 ბინა ვაკეში და საბურთალოზე. საბაკ ანგარიშები შეავსეთ. აუცილებლად კიდევ რაღაცა წაიმაიმუნეთ, იმაში ხარჯეთ ეგ ფული და სამშობლო თავისით აყვავდება, თავისი დაემსგავსება ბაღნარს, ტურფასა, სანავარდოსა და თქვენ და თქვენი შრომავლობა იქნებოდ ბედნიერი. მეტი არ არის ჩემი მტერი. ვიმეორებ არ იფიქრებთ ქვეყანაზე? არ შეინახავთ ქვეყანას? არ შეინახავთ ჯარს? არ შეინახავთ ოპოზიციას? შეინახავთ სხვის ჯარს, სხვის პოლიტიკურ პარტიებს, სხვის ოპოზიციას. როგორც ჩანს, ეს გინდა თქვენ, აი ამ 70%-ს. იმედი ღმერთი არ მოგასწრებთ ამას. მაგრამ საფრთხე იმისა, რომ თქვენ კიდევ დიდხანს აამღვრებთ სათავეს ქვეყნის მდინარებისა და წაბილწავთ ყველა სიწმინდეს, ძალიან დიდია. აი ეს 70%, თან აი ვინც მაგინებს ახლა მე, რაც მთავარია. უმრავლესობას უყენია პატრიარქის სურათი ან ეკლესია. იმაზე რომ გადავედი პეიჯზე. სასაული ამბავი. ამდენი ფარისეველი როგორ მიეტმასნა ეკლესიას. თუმცა არ არის გასაკვირი, საპატრიარქო იქცა რუსეთის ეძინაე რასიას პარტიის ფილიალად. ეს გამაძღარი მეუფეები, ეს გამაძღარი ქონი რომ გადმოძდეს ეპისკოპოსები. პატრიარქი ღმერთად გამოაცხადეს. არ როგორც თურქმენეთში იყო ის თურქმენბაში, პატრიარქი მე ძალიან მიყვარს.
მაგრამ ნუ სარგებლობენ ესეთ მდგომარეობით, ცნობილი მდგომარეობით. თურქმენბაში რო იყო შეცვალა და კვირის დღეებს დაარქვა დედის სახელი, მამის სახელი, მამიდის სახელი და კიდევ იმის რა ქვია, ბიცოლად სახელი. აი ესე პატრიარქის აღსაყდრება ძალკე იზეიმება, პატრიარქის დაბადება, პატრიარქის დედის დაბადება, მამის დაბადება, ნუ რა ვიცი სულ ყველაფერი კერპად გამოაცხადეს პატრიარქი. ახლა მეტი რა შეურაცხყოფდა მეიყენებინათ მისთვის. შეეცადენ რომ ღმერთად გამოეცხადებინა და ღმერთის ადგილი დაეკავებინათ მისთვის ასე ვთქვათ მოესაზღვრათ, იმიტომ რომ ღმერთი უშუალოდ ფიზიკურად ვერაფერს აძლევს და პატრიარქი შეუძლია დანიშნოს მეუფედ სინოდის წევრად და მე ივანიშვილი და სახელმწიფო 30 მილიონს აძლევს, 60 მილიონს აძლევს, ვიპ თვითმფრინავებს აძლევს, ბიზნესს აძლევს, ერთ-ერთ მეუფეზე მithles დასავლეთში ნარკოტიკები გადმოაქვს გასაყიდად. მაგრამ მეუფეა და რა თქმა უნდა დაუჟიელია და სხვა და სხვა. ხო ძალიან დიდი სულიერი გაწმენდა გვინდა ჩვენ. ივანიშვილის არსებობა ვიმეორება არ არის ივანიშვილის ბრალი, ისევ მოვა, ამას რომ მოვიცილებთ, ივანიშვილი მოვა. აბა ეხლა ვინც მისცა ხმა ხაზარაძეს, აი ახლა ამ არჩევნებში. და ბიუროტიში ლეიბორისტული პარტია ეწერა და ჩვენ არ მოგცვა ხმა. იმისგან არაფერი გამო კოცებზე აღარ ვსაუბრობ, კოცებზე და კიდე სხვა დანარჩენებზე. ნუ გასაგებია ახლა მათ ეშმაკს გადაანეს სული. ხაზარაძეს ვინც გძარცვათ, წაგართვათ, აი მდგომარეობაში მიგიყვანათ. იმის პარტიას აძლევთ ხმას, აი თქვენ აძავთ რომ შექმნა პარტია და უხდისი კათეოთასობით ლარს თავის ფუნქციონერებს. აი ვინც ახლა იმას მეეცით ხმა, გილაურს და გვარამიას მეეცით ხმა. როგორ გძინავ დღამე? გახარიეს ვინც მეეცით ხმა, იმ სულწაწმენდელ მორფინს. გადააწყდა ის სპინქტერს როგავს, დაუცილ სპინქტერს, სწორ ნაწლავს ის სამხარაძე თავისი ნაირი გადააწყდა ბათუმში და სამხარაძეს გაალახვია თავი გაქანებული ნარკოტიკების თრობის ქვეშ იყო. გახარია ქვეყნის პრემიერი. და სირცხვილს ვერც აჩენენ იმ ვიდეოებს ისეთ რაღაცებს აკეთებს. თვალები რო დათხარა თქვენ შვილებს, აი აქ მოედანზე და იმას რო ხმას მისცემს ადამიანი. იმისგან რამე გამოვა ხალხო. ამიტომ ვარ ძალიან არ ჩვევი ახლა. უიმედობა, ნუ თუ ჩვევია მისი გამოხატვა და გამოთქმა არ მიყვარს და არც არის სწორი, ნუ პოლიტიკური ლიდერად ვითვლები მაინც და ნუ ვითვლება რომ ემოციები და შიგნით ნაფიქრალი მაინც და მაინც არ არის სათქმელი ასეთ ვექტორებზე, მაგრამ ნუ არის სიტუაცია რომ უნდა თქვა რა. მე არაფერი იმედი არ მაქვს, ხელისუფლება შეიძლება საქართველოს საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს, მაგრამ ეს 70% ბიონაგავი, მათ შორის ეს ჩემი ლანძღოლები, ესენი სანამ არ წავლენ 100 წლის შემდეგ ფიზიკურად, ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება. ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება. საუბედუროდ და სამწუხაროდ ვერ მოგატყუებთ. წარმატებები მინდა გისურვო და იმედია ყველა მოვესწრებით. თაობა თუ ვერა ჩვენი შვილები და შვილიშვილები მაინც გავრცელებული ერთიან დიდ საქართველოს, მაგრამ აი ამ გზით, ამ ფსიქოლოგიით, აი ამ ბოროტების ოკეანეში ეს არ მოხდება და ვეცადოთ რომ ეს ბოროტების ოკეანე დავაშროთ. ყველამ ერთად. მარტო ვერაფერს ვერ შეძლებს. კარგად გრძანდებოდეთ.